მოგესალმებით ყველას, ძვირფასო მაყურებლებო, სტუმრებო, არხის გამომწერებო, მეგობრებო, ასევე თქვენ იეჰოვას მოწმეებო, ვინც უყურებთ ჩემს არხზე განთავსებულ ვიდეოებს. დღეს დაგიბრუნდით საინტერესო ვიდეოთი, რომელშიც ვისაუბრებ სულ ახლახანს იეჰოვას მოწმეების მიერ გამოშვებული მულტფილმის შესახებ, ანიმაციის შესახებ. ეს მულტფილმი ძირითადად ეხება იეჰოვას მოწმეებისთვის მნიშვნელოვან დღეს, უფლის საღამოს, მაგრამ მინდა მოგახსენოთ თუ რამ მიიპყრო ჩემი ყურადღება ამ ვიდეოში. იეჰოვას მოწმეების ხელმძღვანელები ამზადებენ მცირეწლოვანებს და ასევე უფროსებს, როგორ მოახდინონ ზეგავლენა, ემოციური ზეგავლენა, манипуლირება მათზე, ვინც არ არიან იეჰოვას მოწმეები. ასწავლენ, ამეცადინებენ, როგორ ანუგეშონ ადამიანები. თავად ნახავთ ბევრ ამას და მე ჩემს კომენტარებს შემოგთავაზებთ. თვითონ ვიდეო, მულტფილმი იყო დაახლოებით 12 წუთიანი, მაგრამ მთლიანი მულტფილმის გაშვება ნამდვილად ამის აზრს ვერ ხედავ, უბრალოდ მნიშვნელოვანი მონაკვეთები მინდა წარმოგიდგინოთ, ვისაც სრულად გსურთ ამ ანიმაციის ნახვა, მულტფილმის ნახვა, შეგიძლიათ ეწვიოთ იეჰოვას მოწმეების ვებგვერდს და თავად ნახოთ. მაგრამ დღეს შემოგთავაზებთ მნიშვნელოვან მონაკვეთებს, ზოგ მონაკვეთებს დაჩქარებული ფორმით გადავახვევისეთნაირად წარმოგიდგენთ და კომენტარებს გავაკეთებ და გეტყვით თუ აი რამ მიიპყრო ჩემი ყურადღება ამ ვიდეოში. თქვენ ხედავთ, რომ ბავშვი ბებიასთან, დედასთან ერთად არის, განსაკუთრებით ბებიასთან გარკვეულ დროს ატარებს ერთობა და ეს არის სინამდვილეში ამ პატარა გოგონას, რომელსაც ლიკა ქვია მულტფილმში, მისი წარმოდგენა, იხსენებს ბებიას, ის ამ გლოვის პროცესში გახლავთ და დამწუხრებული ლიკა, ეს პატარა გოგონა მიდის სკოლაში. და ახლა ამ ვიდეოს ეს ახალი მულტფილმი არის, ამ მულტფილმის კონტექსტი რომ წარმოგიდგინოთ, მინდა გითხრათ, რომ წინა გამოშვებაში, ამ მულტფილმის წინა გამოშვებაში ეს ბავშვი, ასევე მისი თანაკლასელი, რომელსაც ახლა მალე ნახავთ, დათია ქვია, ძალიან მალე დააფიქსირებს იმ მომენტს, რომ ლიკას, ამ გოგონას დაეღუპება ბებია და იწყება ის პროცესი, რომ იგი პროპაგანდისტულ ლიტერატურას თავაზობს ლიკას. რა ცუდია ბებო რომ დაგეღუპა. ეს შენ, კარგ ხასიათზე დაგაყენებს. მადლობა. ახლა რა მომენტია, რა თქმა უნდა, მე იმას არ ვამბობ, რომ ყველა ბავშვის мотивация ცუდია და უნდა რომ რაღაცა ცუდი გაუკეთოს სხვას ან რაღაცა ბოროტი მიზნები ამოძრავეს, სულაც არა, პირიქით ის იეჰოვას მოწმეების ბავშვები, ჩვეულებრივი ისეთივე ბავშვები არიან, როგორიც სხვები, ხო, რომლებსაც უყვართ გართობა, რომელსაც უყვართ თამაში, რომლებსაც უყვართ ერთმანეთი, პატივს სცემენ, ერთობიან და სწორედ მათი პატარა ბავშვების მიზანი არის ის, რომ დაეხმაროს, ხო, თავის მეგობარს. რა თქმა უნდა, რომ ნახა, რომ ბებია დაეღუპა და მას ესმის დაარწმუნეს ოჯახის წევრებმა, ორგანიზაციამ, რომ აი ეს წიგნი მას კარგ ხასიათზე დააყენებს, ხო? და ცდილობს, რომ დაეხმაროს მეგობარს. ამაში ცუდი არაფერი არ არის. მაგრამ ბავშვებს არ ესმით, რომ ასეთი ქმედებით ისინი რელიგიურ პროპაგანდისტულ ლიტერატურას ავრცელებენ, რომელიც ზეგავლენას ახდენს ადამიანზე, რომელიც ისეთ ზეგავლენას ახდენს ადამიანზე, რომელიც შეიძლება წლების მანძილზე გაგრძელდეს
შემდეგ გახდეს იეჰოვას მოწმე ადამიანი და შემდეგ მისი ცხოვრება სრულიად სხვანაირად წარიმართოს. არასახარბიელოდ შეიძლება ადამიანი მერე რომ გაიზრდება, დატოვოს ეს ორგანიზაცია და ვიცით ხო რა უარყოფითი შედეგები მოყვება. შეიძლება აღარ დაელაპარაკონ მას, გარიყონ, ოჯახის წევრებმაც კი არ დაელაპარაკონ და სხვა უამრავი რამ შეიძლება სისხლის გადასხმაზე უარი თქვას, ამის გამო დაიღუპოს და ბევრი სხვა რომელსაც ახლა არ ჩამოვთვლი აქ. იეჰოვამ და იესომ ყველას უდიდესი საჩუქარი გაგვიკეთეს. და ეს იმიტომ, რომ ძალიან უყვარვართ და უნდათ არასოდეს მოვკვდეთ. მაგრამ ბებო რომ აღარაა ცოცხალი. ეს საჩუქარი მისთვისაცაა. მინდა ერთი ადამიანის ისტორია მოგიყვე. მასზე ბიბლიაში წერია. იცი რა მოხდა დაკრძალვის დღეს? ნაინელი ქვრივი იესომ დაინახა. იეჰოვას მოწმე თათია საუბარმა საკმაოდ დიდი ზეგავლენა მოახდინა თანაკლასელ ლიკაზე. მან უკვე წარმოიდგინა, რომ ახალ ქვეყნიერებაშია, არმაგედონმა გადაიარა და 60-ხეშია. ამ ნაწილმა დაგვანახა, რომ საუბარი, პატარა საუბარი, რომელიც თანაკლასელ თათიას ჰქონდა ლიკასთან, დიდი ზეგავლენა მოახდინა ლიკაზე. იმდენად მოახდინა დიდი ზეგავლენა, რომ ლიკამ დაიწყო წარმოდგენა, თავი წარმოიდგინა, რომ აგერ იმყოფება უკვე დედამიწაზე 60-ხეა, იმყოფება 60-ხეში, ეს ქვეყნიერება, რომელიც ახლა არის, განადგურდა, მაგრამ თვითონ გადარჩა. მაგრამ რა იყო ლიკასთვის ყველაზე მნიშვნელოვანი? გვახსოვს ხო? ლიკა. ბებო. მართლა შენ ხარ? ჩემო სიცოცხლე. მე ნატრებოდი. უკვე აქ ვარ, ჩემო პატარა. ამ პატარა ბავშვზე ლიკაზე იმდენად იმოქმედა თათიას თანაკლასელი საუბარმა, რომ მან ეს იდეოლოგია უკვე მიიღო, წარმოიდგინა კიდევაც თავი და რაც ყველაზე მთავარი იყო რა, ბებია, რომელიც ენატრებოდა, ნახა 60-ხეში. ეხა უკვე რა ხდება? ეს იდეოლოგია მასზე უკვე იმდენად მოქმედებს, რომ აქ უკვე ირთვება მექანიზმი, იწყება პროცესი, იეჰოვას მოწმედ გახდომის პროცესი. ვხედავთ, რომ ლიკა თანხდება და მიდის კრებაზე, იეჰოვას მოწმეების რელიგიურ შეხვედრაზე. დე, ხო, ჩემო პატარა. გახსენების აღამაზე ხომ მივდივართ? აი სწორედ აქ ამ ვიდეოში ესაა კარგად წარმოდგენილი, რომ აი ამ იდეოლოგიის გავრცელებით, განსაკუთრებით მაშინ, როცა ადამიანი გლოვიარობის პროცესშია, დაიღუპა ადამიანი ემოციურად, ფსიქოლოგიურად შეიძლება არასტაბილურ მდგომარეობაშია, შეიძლება განჟისუნარი დაქვეითებული აქვს იმ მომენტში, რაღაც იმედი უნდა, ის დანაკლისი რო აქვს და ამ დროს ჩდება ისეთი რაღაც იდეოლოგია, რომელიც მისთვის მიმზიდველია. და აი ამნაირად იწყება ამ ორგანიზაციასთან დაახლოება და იეჰოვას მოწმედ გახდომა და არა მარტო ბავშვები არიან მომზადებული იმისთვის, რომ ამოიცნონ ემოციურად სუსტ მდგომარეობაში მყოფი ადამიანები და რელიგიური იდეოლოგია შესთავაზონ, რის გამოთაც შეიძლება ადამიანი მართლაც მოექცეს აი ამ ორგანიზაციის იდეოლოგიის ქვეშ. ანუ გახდეს ემოციური манипуლირების მსხვერპლი. არა მარტო პატარები არიან ამაში და დახელოვნებულები და მომზადებულები, არამედ დიდებიც მაქსიმალურად ცდილობენ არ გაუშვან ხელიდან იმის შესაძლებლობა, რომ ადამიანებს გაუზიარონ აი ეს პროპაგანდისტული ლიტერატურა, რომელსაც ეს ორგანიზაცია ამზადებს იეჰოვას მოწმეების ხელმძღვანელი საბჭოს მეთაურობით. აი მაგალითად, სულ ახლახანს გამოშვებულ ვიდეოში ერთ-ერთი იეჰოვას მოწმე ქალი საუბრობს შემდეგს. მოკლედ ერთხელ აეროპორტში ვარ, ფლორიდაში. მესმის, რომ ჩემს უკან ერთი კაცი ამინძე წუწუნებს. ძალიან ცხელაო, რომ არა დაკრძალვა აქრა ჩამომიყვანდაო. უცებ ამ კაცს მივუბრუნდი და ვკითხე. ბოდიში, შემთხვევით გავიგე, რომ დაკრძალვა ახსენეთ. და ვინ დაგეღუპათ? მითხრა სიდედრიო. გამახსენდა, რომ ჩანთაში ჟურნალი მქონდა, გლოვიარეების ნუკეშზე. მაგრამ როგორც კი ამოვიღე ეს ჟურნალი,
ჩვენი საუბარიც იქვე დასრულდა. მეთქი ეხმარია, მაგრა ჩაფლავდი. მე მგონი დავაფრთხე. არ უნდა მეჩქარა. ამავე ვიდეოში, სადაც ყვება ამ ყველაფერს, მათში საუბრობენ, რომ ახალი მიდგომები ასწავლეს იეჰოვას მოწმეებს, ახალი მეთოდები, ნაცვლად იმისა, რომ აი ეს ძველი მეთოდები დაზეპირებული ფრაზებით, ერთი და იგივე ფრაზებით ავრცელონ ეს ბროშურები და პროპაგანდისტული ლიტერატურა, ისინი უკვე ასწავლენ ახალ მეთოდებს, რომ იყვნენ შვიდები, ნელები, ეცადონ მოусმინონ ადამიანებს და ესეთნაირად გაავრცელონ ის იდეოლოგია, რომელსაც ღებულობენ ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირებისაგან. თუმცა მიზანი მაინც იგივეა. ადამიანებს იეჰოვაზე ელაპარაკონ და ორგანიზაციაში მიიზიდონ. არ მინდა ჩემი აჩქარებით ყველაფერი გავაფუჭო. ჯობია მოვусმინო ადამიანს. და შესაფერის დროს დაველოდო, რომ ბიბლიურ თემებზე ბუნებრივად გადავიდე. მიზანი იგივეა, ისევ იეჰოვაზე ვლაპარაკობთ. ეს არ იცვლება. ოღონდ ეგრევე არ უნდა ვაჯახოთ. თავადაც ნახეთ ხო, მათი მიდგომები ერთ-ერთი ჭეშმარიტების ქადაგებელი როგორ საუბრობს, რას ამბობს, მაგრამ იბადება კითხვა ასეთი რამ. ეს მითქი ასეთი იეჰოვას მოწმეებს, რას ემსახურებიან, ან ვის ემსახურებიან? და რაც ყველაზე მთავარია, სად მიყავთ ადამიანები? რა ორგანიზაციაში? ღმერთთან მიყავთ? თუ ადამიანებისგან შემდგარ ხელმძღვანელ საბჭოსთან? საკითხავი აი ეს არის. ჩვენ გვჭირდება თქვენი ლოცვები. ილოცეთ ხელმძღვანელი საბჭოსთვის. დღევანდელ ჩემ ვიდეოს ამით დავასრულებ. საინტერესოა თქვენ რას ფიქრობთ, ვინც უყურებთ ვიდეოს, დააკომენტარეთ ვიდეოს ქვეშ და როგორც ყოველთვის საუკეთესო სურვილებით დაგემშვიდობებით, ახლო მომავალში ისევ დაგიბრუნდებით. ნახვამდის.